ბათუმის ნავსადგურში ამერიკულ სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე დღეს ქართველი და ამერიკელი სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს, მათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები უტარდებათ. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა VBS-ის ოპერაცია განიხილეს, რომელიც გემბანზე ასვლას, ჩხრეკასა და საჭიროების შემთხვევაში პირის დაკავებას ითვალისწინებს. ერთობლივ წვრთნებში აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. დღესვე მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები ხომალდის ცალკეული განყოფილებებს დეტალურად გაეცნენ. ამერიკული ხომალდი ტეილორი 34 წლისაა. გემის ეკიპაჟი დაახლოებით 200 წევრისაგან შედგება. ამერიკული ხომალდი ბათუმში მეგობრული ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურს ის ხვალდატყობებს. ჩვენ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს ქართველ კოლეგებთან ერთად. უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან VBS-ის ოპერაციას, შეისწავლიან ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებს, გაივლიან სამედიცინო წვრთნებს. ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ორივე მხარეს კავშირების გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მიმდინარეობს ტრენინგი პირველადი დახმარებასთან დაკავშირებით. ტრენინგს ესწრება აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორი სამედიცინო საკითხებში, რომელიც შეისწავლის დღევანდელ დღეს და უკვე პირადი შემადგენლობას გააცნობს თუ როგორი მეთოდით, როგორი კურსით უნდა გაუწიოთ პირველად დახმარება დაზარალებულ ადამიანებს.